ეგეც სამწუხარო ის არის, იცით რა არის, აი ჩვენ ყავს კატეგორია ფეხბურთელების, ხო? ბურთთან, ну რა ვიცი რა. აი ერთ მონაკვეთში ბურთს არ დაგანახებს, მაგრამ დღეს არ არის ეგ ფეხბურთი თო. ერთ კვადრატურ მონაკვეთში რომ ვიტრიალო. ზიდანი 31 წლის იყო რეალ მადრიდიდან წავიდა ფეხბურთს დაანება თავი, იმიტომ რომ სირბილი აღარ შეეძლო. ხა მეც აღარ თამაში, იმიტომ რომ სირბილი აღარ შემეძლია. აბა ხა თუ სიარული თამაში არის, ხო? ხა არავიზე ნაკლებად არ გავაჩერებ, არ დავარტყამ და არ მოვატყუებ და არ იმან რა. აღარ არის უკვე ეს თუ. დღეს არის ის ფეხბურთი, რაც თქვენ ნახეთ, 17-18 წლის ფეხბურთელი, რომ ამ ხელაზე 2 მეტრაზე რო ხდება და ისე მიდის, რა ქვია იმას, წინ და უკან დარბის, ხო? ეგ არის ფეხბურთი, აბა რა გონი ჩვენ გვყავს ის კატეგორია ფეხბურთელები, იცი რა არის? ბურთი მომეცი, მე რაღაცას ვიმატავებ, დავკარგავ, მე გავჩერდები, შენ ირბინე, მომეცი მე და ამათმა უნდა ირბინონ. ვიღაცებს უნდა აძლიონ ბურთი, რომ იმათმა თავის ხოში გაისტორნოს. ეგრე სად არის? დღევანდელი ფეხბურთი არის წინ და უკან სირბილი. იმაზეც მინდა, აბა ისეთ ფეხბურთს ვათამაშოთ, რა ფეხბურთს ვათამაშოთ? დღევანდელი ფეხბურთი ესეთია. მე მინდა დაიკარგა ბურთი, ყველა დაცვაში ვეხმარებით. შენ ახლა თუ დაცვაში ახერხებ დახმარებას და თუ წინ ვერ მიდიხარ, ხო? მე ჩვენ არავისთვის არ დაგვიშლია, შვილო, წადი წინ და შეუტიე, გაიგეცი, მაგრამ დაიკარგა, ნება იბოძე და ჩამოდი უკან აიყვანე შენი კაცი. რა შენ თუ იმის თავი არ აგაგრო, იქითაც გაიქცე და აქეთ გამოიქცე, ხო? ალბათ ერთ რაღაცას დაირჩევ, ან უკან დარჩები, წინ ვეღარ დარჩები, იმიტომ რომ იქიდან დაგიკვირებ და გინდა არ გინდა ჩამოგიყვან უკან, გაიგე? ეგრეა, აბა როგორ გინდა? დღევანდელი ფეხბურთი არის სირბილი და ხალხი დარბის 15 კილომეტრზე, საქართველოს პირველობაზე, ალბათ რომ გასინჯო, ხო? აღარ დარბიან 4 კილომეტრს და 3 კილომეტრ ნახევარზე მეც. აი ეგ არის. ხა იქ იმაში ვიყავ. პრობლემა ეგეც არის, რომ ხალხს უყურებ, რა ვიცი მე. ან აწონმა ან რაღაც არის. იმდენი სულ რაღაც წონის პრობლემაც არის, ერთი ეს პრობლემა, წონის პრობლემა. სულ რაღაცა ყველა ცდილობს, რომ სულ სხვა იმით მიიქციოს ყურადღება. იმით კი არა ფეხბურთის თამაშით მინდორზე. სულ სხვა რაღაცით, რახე ხან მეთი გასებ, ხან ტატუაჟები სავსე აქ იმდენი, ერთი ნახე წვერი იმხელა მოუშვია, მე მუჯაჰედინი მეგონა რა, მეთქი თუ ხა იმას იდგა რაზმინკას აკეთებდა და წვერს აესე ისტორებდა რა. მე მეთქი რა ხდება, ნუ აი ეგ არის ხალხო, წადით ნახეთ, დაელაპარაკეთ, პასუხი მოსთხოვეთ, რაღაც იმას ქენიდო, ის კი არა რომ იცი რა არის, გინდა არ გინდა, ეხლა ესპანეთს და იმას მოუგეთო, ხო? გინდა მოუგეთ, მაგრამ ეხლა მოგესალმებით.